მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო, ეთერშია საფეხბურთო სიგნალი, საფეხბურთო გადაცემა, არხზე ტევ სიგნალი საცდელი მაუწყებლობით და ჩვენ ვართ მისი წამყვანები მე, სანდრო თორდია, საფეხბურთო მიმომხილველი, ხოლო ჩემი კოლეგა ნიკოლოს შოშიტაშვილი, სპორტული ჟურნალისტი, მოკლედ ჩვენს შესახებ. ჩვენ ლაივამდე უკვე ჩავწერეთ რამდენიმე გადაცემა, რომლის ხილვა შეგიძლიათ Facebook და YouTube გვერდებზე. ჩვენ ვაპირებთ რომ გავაკეთოთ საინტერესო, კიდევ ერთი საინტერესო საფეხბურთო კონტენტი, ჩვენთან იქნება ძირითადად გასართობი და სპორტული გადაცემები, ხოლო ჩვენ მისი საფეხბურთო ნაწილი ვართ მე და ნიკა და შევეცდებით რომ საინტერესოდ განვიხილოთ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გასამართი თუ გამართული მატჩები და არა მხოლოდ რაც შეეხება მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ჩვენ გუშინ ნახეთ უკვე ორი ძალიან დაძაბული მატჩი ბრაზილია, გერმანია და მექსიკა, ინგლისი. ბრაზილია კიდევ ერთხელ გავარდა მსოფლიო ჩემპიონატიდან, ჟულიო სეზარი, მაიკონი, დანტე, დავით ლუისი და მარსელო 2014 წლის ტრაგედიაში მონაწილე უკანა ბლოკში მოქმედი ფეხბურთელები წუხარებით იუწყებიან, რომ კიდევ ერთხელ ტრაგიკულად გავარდა ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატიდან და ნიკა არის ბრაზილიის გულშემატკივარი, დღეს მას მოусმენთ, მაგრამ წუთიერი დუმილით ხო არ გამოვემშვიდობოთ ბრაზილიას. წუთიერი დუმილი ცოტა შეიძლება ზედმეტიც იყოს, მით უმეტეს იტალიის ფანისგან წამოსული. ყოველ შემთხვევაში მერვედფინალში იყო ბრაზილია, მუნდიალზე იყო და როგორი იყო და რანაირადაც გამოვიდა, მაგას ახლა მიმოვიხილავთ. მე როგორც ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივარი, ერთი თქმა შემიძლია, რომ ამ გუნდს თავისი იდენტობა დაკარგული აქვს, ეს ერთი, ამაზე ყველანი შევჯერდით უკვე, რომ ბრაზილიას თავისი იდენტობა დაკარგული აქვს და ახალი იდენტობის პოვნაც თითქოს არ შეუძლია. 2002 წლის ტრიუმფის შემდეგ, როდესაც ბრაზილიელებმა ფინალში გერმანია დაამარცხეს კიდე ერთი დიდი ევროპული გუნდი. მას შემდეგ მიჯრით უკვე მე რამდენი მუნდიალია, ბრაზილიელები ვარდებიან პლეი-ოფში აუცილებლად ევროპული გუნდისგან. რაც არ მიანიშნებს არაფერს კარგს ბრაზილიურ ფეხბურთზე. არის ბრაზილიაში არის არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც არის მიმართული კონკრეტულად ევროპის მიმართ, არა მარტო საფეხბურთო ჭრილში, არამედ სოციალურ პოლიტიკურ ვითარებაშიც ბრაზილიელებს აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი და ალბათ ერთადერთი სფერო, სადაც მათ ეს კომპლექსი რიგ მომენტებში უქრებოდათ, ეს იყო ფეხბურთი. და ეს თან წარმოსული არის ჯერ კიდევ 1954 წლის შემდეგ, როდესაც ევროპულ უნგრეთთან გავარდა ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე და 1958 წლის მუნდიალის წინ ფეოლას ყველას თხოვდა რომ გუნდს ეთამაშა დაალაგებული ევროპული ფეხბურთი. თუმცა მაშინ ბრაზილიის ნაკრებმა ითამაშა თავის საკუთარ ტრადიციებში, ზუსტად ამ სტილით მოიგო სამი მუნდიალი და თითქოსზე ეს კომპლექსი გაქრა. თუმცა 2002 წლის მერე ის აშკარად დაბრუნებული არის, უკვე მე რამდენი მსოფლიო პირველობა, რაც ბრაზილიელები არათუ დასკვნის სტადიებზე გადიან მუნდიალისა, არამედ ვარდებიან მაქამდე ვარდებოდნენ მაგალითად 2006 წელს გავარდნენ საფრანგეთის ნაკრებთან, რომელიც იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გუნდი მუნდიალების ისტორიაში. შემდეგ იყო ნიდერლანდები, რომლებიც ფინალში გავიდნენ, 2014 წელს უძლეველი გერმანია, რომელმაც მუნდიალი მოიგო კიდეც, 2018 წლის ოქროს თაობის ბელგია, 2022 წელს იყო უკვე ხორვატია, რომელიც კი გასაგებია წინა მუნდიალის ფინალისტი იყო იმ მომენტში, თუმცა არ იყო დაუძლეველი ბარიერი. აი ეს არგენტინის ნაკრებთან საჩვენა, როდესაც 3-0 გაანადგურა ხორვატები და წელს არის ნორვეგიის ნაკრები, რა თქმა უნდა არ ვაკნინებთ ამ გუნდს, ერლინგ ჰალანდისა და ოდეგორის გუნდი რანაირად შეიძლება დააკნინოთ, თუმცა არც ის არ გახლავთ ისეთი გუნდი, რომელსაც ბრაზილიის, თუნდაც აი ამ ფორმაციის ბრაზილია ვერ უნდა უგებდეს. ერთი მომენტია შემდეგ ჩვენ თუ შეგვიძლია მწვრთნელზე ლაპარაკი. ბრაზილიის ნაკრებზე, როდესაც ვლაპარაკობთ ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრებზე, აუცილებლად ვახსენებთ ორ ფიგურას, კარლო ანჩელოტისა და ნეიმარს.
ყველა ბრაზილიის გულშემატკივარს, არა მარტო ბრაზილიის, უბრალოდ ფეხბურთის გულშემატკივარს გაუხარდა ნეიმარის გამოძახება ეროვნულ ნაკრებში თავისთავად, იმიტომ რომ არის ისეთი ფიგურა, არის დიდი ლეგენდა, არა მარტო ბრაზილიური, არამედ მსოფლიო ფეხბურთის და ყველას გვინდოდა მისი თამაშის ნახვა, თუმცა იცი როგორი რაღაცაა სანდრო, როდესაც ნეიმარის დონის ფეხბურთელი მიყავს დიდ ტურნირზე წარმოუდგენელი ხდება მისი სადადარიგოთ სკამზე დასმა. გასაგებია რომ პირველ მატჩებში მას ტრავმა ჰქონდა, რა თქმა უნდა, ლოგიკური არის მისი განაცხადში არ შეყვანა ამ შემთხვევაში, თუმცა როდესაც ნეიმარი არის 90 წუთის სათამაშოდ მზად, მას შენ სკამზე ვერ დასვამ. ზუსტად ამ მიზეზით იგივე 2008 წელს ლუის არაგონესმა რაული არ გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში, რადგან როდესაც იძახებ ეროვნულ ნაკრებში რაულს აუცილებლად უნდა ათამაშო. ხოლო იმ ნაკრებში რაულს ვერ ათამაშებდა ლუის არაგონესი და ამიტომაც არ გამოიძახა და მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ამ შემთხვევაში ანჩელოტი ჩემი აზრით ცდილობდა რომ ორივე სკამზე გაჩერებულიყო და არც ერთზე გაჩერება არ გამოვიდა. ამ შემთხვევაში ნეიმარმა ვერ გვაჩვენა თავისი ფეხბურთი, თავისი ავგუსტის ფეხბურთი კი არა, მიახლოებული ფეხბურთიც კი არ გვაჩვენა. კი გაიტანა მან ერთი გოლი პენალტის საპენალტო ნიშნულიდან, თუმცა ეს არ არის ის ფეხბურთი, რასაც ჩვენ ნეიმარისგან ველით, ალბათ სამწუხაროდ ვერც ვერასდროს ვეღარ ვნახავთ, თუმცა ანჩელოტის შეეძლო აქ ცოტა უფრო რადიკალურად ემოქმედა, რომ არ გამოიძახა ნეიმარი, აეწყო ფეხბურთი უკვე აქტიურ მოთამაშეებზე, ის დღეს კარგ ფორმაში არიან და სანამ ნეიმარი გამოვიდოდა მოედანზე რეალურად არც თუ ისე კარგად მიდიოდა საქმე ბრაზილიის ნაკრებისთვის, ეგეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ იყო ეს ასწაული ხარისხის ფეხბურთი, არ იყო დიდებული მატჩი, თუმცა 0-0 იყო, მომენტის მატჩი იყო და ნებისმიერ წამს შეეძლო ბრაზილიას გოლის გატანა, თუმცა როდესაც გამოვიდა ნეიმარი მოედანზე, ნეიმარი, ლიონელ მესი, ასეთი სტილის ფეხბურთელები, მით უმეტეს უკვე ასაკში შესულები, როდესაც მოედანზე თამაშობენ, შენ მათ ვერანაირად მოთხოვ პრესინგის თამაშს. ამიტომ ბრაზილიის ნაკრები, რომელიც თამაშობდა 11 კაცით დაცვაში, თამაშობდა უკვე კაცნაკლული, რაც გამოიყენეს ნორვეგიელებმა, გამოიყენა ერლინგ ჰალანდმა, პირველ რიგში, რომელმაც ფენომენალური მატჩი შემოგთავაზა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში თავი ჩაწერა, დუბლი ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ პატარა საქმე ნამდვილად არ არის. და ფეხბურთელს არ აქვს ნამდვილად ბრაზილიის წინააღმდეგ დუბლი გადაალენ თან ასეთი მნიშვნელოვანი დუბლი, როდესაც ჰოლანდმა ფაქტიურად გაყინა მეორე გოლს გულისხმობ ბრაზილიელთა უკანა ბლოკი და გამახსენა ბარსელონა ჩელსის დროს რონალდინიოს მიერ გატანილი გოლი, რა თქმა უნდა, სტილისტურად ეს ერთნაირი გოლები არ იყო, თუმცა გაყინული მცველები ზუსტად ასახავდა იმ რეალობას, რა რეალობაში გუშინ ბრაზილია აღმოჩნდა მეორე გოლის შემდეგ. ახსენდა FIFA-ს მოთამაშეები მიხვდებიან ალბათ power shot-ი. ადგილიდან დარტყმული power shot-ი გამახსენა დაბალ კუთხეში. ჩვენ ლაპარაკობდით შენ თქვი უკვე ნეიმარის გამოძახებაზე და არ გამოძახების საკითხზე და კარლო ანჩელოტიმ სცადა რა თქმა უნდა რომ ოპტიმალური შემადგენლობისთვის მოეყარა თავი და ნეიმარი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე და ვარსკვლავი ბრაზილიის ნაკრების ამ ფორმაციის ნაკრებში ხოლო მისმა მეტოქემ ტომას ტუხელმა მისმა მოვალმა მეტოქემ უკვე შემდეგ ეტაპზე იგივე გადაწყვეტილება საპირისპიროდ იგივე გადაწყვეტილების მიღების დროს კოულ პალმერი დატოვა ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმა ზუსტად ამ მიზეზით რომ კოულ პალმერის ნაირი ფიგურა როდესაც მიხავს უნდა ათამაშო ის ძირითადში ხოლო როდესაც ანჩელოტიმ გადაწყვიტა რომ ნეიმარი წაეყვანა ნეიმარი კი ბატონო გუშინ გამოვიდა გოლიც გაიტანა ნუ რა უნდა მოეთხოვებოდეს მეტი ფეხბურთელს თუმცა ზუსტად მისი გამოყვანიდან რამდენიმე წუთში მოხდა ის რაც მოხდა ბრაზილიელთათვის მე მეჩვენებოდა რომ ნეიმარის გამოსვლით ბრაზილიელთა შეტევა უფრო შენელდა და რაც შეეხება სახიფათო მომენტებს რომლებიც ბრაზილიამ შექმნა ჩვენ ვლაპარაკობდით აქ და სატესტო გადაცემებში მე და ვთქვით რომ ნორვეგიელთა მეკარე ნიულანდი შეიძლება იყოს სუსტი გოლი ნორვეგიის შემადგენლობაში თუმცა აბსოლუტურად საპირისპირო მივიღეთ გუშინ ნიულანდმა საოცარი პერფორმანსი გვაჩუქა და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო რა თქმა უნდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ერლინგ ჰოლანდი თუმცა მეორე საუკეთესო ნორვეგიელთა რიგებიდან 8-0 შეფასებით იყო ნიულანდი რომ ის ბრაზილიას შეიძლებოდა
ექსტრა ტაიმშიც გადაიყვანა ეს მატჩი, ხოლო ბრაზილიელთაგან საუკეთესო იყო ვინისიუს ჟუნიორი. 7.3 შეფასება არის ძალიან დაბალი შეფასება და როდესაც 7.3 ქულით ხდება ნაკრებში ფეხბურთელი საუკეთესო, ეს არის წაგებული გუნდის სტატისტიკა. არა, თავისთავად ისე ნიულანს რომ მიუბრუნდეთ, ის როგორ რაღაც არის. გასაგებია რომ მას ჰქონდა ფენომენალური მატჩი, ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმაზე რომ ნიულანდი არის სუსტი რგოლი ამ ნორვეგიის ნაკრების და თან ისიც მინდა ვთქვა რომ კი მეკარეების მუნდიალი არის და ყველა მეკარემ თავი გამოიჩინა ასე თუ ისე. მით უმეტეს ასეთ მან შედარებით ნოუნეიმ მეკარეებმა. თუმცა ნიულანდის პერფორმანსი გუშინ ალბათ ყველაზე გამორჩეული იყო ამ მეკარეების მუნდიალზეც კი, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ რომ როდესაც მეკარე თამაშობს ასე კარგად, როდესაც მეკარე ამდენ ბურთს იგერიებს, ეს მთლად კარგად არ მეტყველებს შემტევების ხარისხზე. მოწინააღმდეგის შემტევების ხარისხზე, იმიტომ რომ იყო მომენტები, როდესაც ბრაზილიის ნაკრებს შეეძლო რომ ნიულანდისთვის აუღებელი ბურთები დაერტყა. იყო მომენტები, სადაც ბრაზილიის ნაკრებს აუცილებლად შეეძლო გოლის გატანა და აქ ვერც ნიულანდი ვერ უშველი და ვერც ბუფონი, ვერც კასილიასი, ვერც ნოიერი. უბრალოდ მომენტებს სჭირდება გამოყენება იგივენაირად როგორც მე-14 წუთზე დანიშნულ პენალტს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხვდები თუ რატომ არ დაარტყა ვინისიუს ჟუნიორმა და რატომ დაარტყა ბრუნო გიმარაეშმა. ბრუნო გიმარაეში მესამე პენალტი იყო მგონი სულ მეოთხე იყო ეს მანამდე ქონდა 3 პენალტი დარტყმული და როდესაც ყავს ვინისიუს ჟუნიორი, რომელიც გამოცდილი არის პენალტების გამოცდილი პენალტისტი არის და არც თუ ისე ცუდი სტატისტიკა აქვს. მე ვერ ხვდები ბრუნო გიმარაეშმა რატო დაარტყა. ეს ბელეტრისტიკა ეხა რა თქმა უნდა ვინისიუს ჟუნიორს რომ დაერტყა რა იქნებოდა, ამას ვერავინ ვერ იტყვის. თუმცა ფაქტი არის ის, რომ საპენალტო ნიშნულთან მივიდა ბრუნო გიმარაეში და ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ბრაზილიას არ ქონდა დალაგებული, არ არის დალაგებული სიტუაცია ზოგადად ბრაზილიაში. მე ეჭვი მაქვს რომ ბრუნო გიმარაეშმა ალბათ მას შემდეგ რაც კარლო ანჩელოტი დაინიშნა, ვარჯიშებზე გამოიჩინა პენალტების დარტყმით, თორემ მანამდე კარლო ანჩელოტი ბრუნო გიმარაეშის კარგ პენალტისტობას ვერ ნახავდა. მე მანდ მგონია უფრო ბრაზილიური ამბავი და სიტუაცია, რომ ბრუნო გიმარაეშს ჰქონდა წინა მატჩში ძალიან ბევრი მომენტი, რომ თავი გამოეჩინა, სამწუხაროდ ვერ გამოიჩინა თავი კატანილი გოლით, 95 წუთზე მისი ასისტით გაიტანა გოლი გაბრიელ მარტინელიმ, რამაც ბრაზილია გაიყვანა მერვედფინალში და დავარტყმევინოთ ბრუნო გიმარაეშს, თავისი გოლი გაიტანოს მუნდიალზეო და აი ასეთი თავისი გოლი გაიტანოს მუნდიალზეთი გავარდა ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატიდან. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ინდივიდუმზე უფრო იზრუნეს, ინდივიდუმის ფსიქოლოგიურ ხმეობაზე უფრო იზრუნეს, ვიდრე გუნდის ინტერესებზე, თორე დანარჩენი არ ვიცი. არადამანდ ბრაზილიას ვინც ყავდა იმ მომენტში პენალტის შემსრულებელი, რეალურად ძლიერი შემსრულებელი არავინ არ ყოლია ბრუნო გიმარაეშზე რომ არ გადავტეხოთ მთელი ჯოხი. იგივე ვინისიუს ჟუნიორი შეიძლება უფრო გამოცდილია, თუმცა ვერ ვიტყვით რომ არის საუკეთესო პენალტის შემსრულებელი. გვახსოვს ჩვენ მისი გასუდებული პენალტები მადრიდის რეალში. საინტერესო იქნებოდა გაბრიელ მაგალაეშს რომ დაერტყა ეს პენალტი. გაბრიელ მაგალაეშს რომ დაერტყა, უფრო მეტი კითხვა იქნებოდა მგონი. ან თუნდაც მარკინიოს, ორივე ცენტრალურ მცველს აქვს გაფუჭებული გადამწყვეტი პენალტები, ერთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წლელს და მეორეს უკვე 2022 წლის მუნდიალზე მარკინიოშის გაფუჭებული პენალტით გამოვარდა ბრაზილია ხორვატიის ნაკრების. სხვათა შორის მცველების დარტყმული პენალტი გვახსოვს თუნდაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე თან დაარტყა გერმანიის ნაკრებიდან პენალტი შვენივრად. ისევე შვენივრად როგორც ბრუნო გიმარაეშმა. ასეა თუ ისეა, ნორვეგია შემდეგ ეტაპზეა და ისინი დაუპირისპირდებიან მექსიკა ინგლისის წყვილს შორის გამარჯვებულს. ასევე მეორე შესანიშნავი მატჩი იყო მექსიკა ინგლისი 2-3. ინგლისი მომდევნო ეტაპზე გავიდა და ტომას ტუხელის გადაწყვეტილებებს ჯერჯერობით ინგლისელი რეპორტიორები თუ ჟურნალისტები ვერ აკრიტიკებენ, რადგან ის ჯერჯერობით ახერხებს იმას, რომ ინგლისელი რეპორტიორები და ჟურნალისტები დადუმებული ყავს თავისი თამაშით. ასეთი ინგლისის ნაკრები მე მახსოვს
მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც იტალიასთან ფინალი წააგეს, თუმცა ის ფინალიც ძალიან კარგად ითამაშეს. საუთგეიტი იყო მაშინ მწვრთნელი, საუთგეიტზე უკეთესი სპეციალისტია ჩემი აზრით ტომას ტუხელი აშკარად, ყოველ შემთხვევაში ინგლისისთვის ცალსახად და მექსიკის ნაკრებს, რომლებმაც ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, ერთ-ერთი მასპინძელი იყო მექსიკა. მოდი ვთქვათ პირდაპირ მომენტები ჰქონდათ, თამაშიც კარგად წაიყვანეს, თუმცა რაღაცა მომენტში არ გაუმართლა. თუნდაც ის წითელი ბარათი კარგად ვერ გამოიყენეს ჩემი აზრით, რადგან როდესაც ინგლისელებმა მიიღეს წითელი ბარათი, მაშინ იყო ანგარიში 2-1 თუ არ ვცდები და მალევე 3-1 გახდა. და ამანაც გარკვეული ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა მექსიკელთა თამაშზე. შენ რას ფიქრობ? არა, მე პირველ რიგში იმას არ დაგეთანხმებოდი, რომ ტუხელი აჩუმებს თავის კრიტიკოსებს პირიქით. ჯერ ერთი ინგლისური პრესის გაჩუმება შეუძლებელია, მით უმეტეს სპორტული პრესის. არც მინდა შევხედო Daily Mail-ზე რა ხდება ამ თამაშის შემდეგ. Daily Mail გამორჩეული არის თავისი არაეთიკური სათაურებით და არაეთიკური წერილებით. ხო, ნუ Daily Mail-ის არა მარტო Daily Mail-ი, იგივე ატლეტიკის, იგივე ტელეგრაფიც დარწმუნებული ვარ და მე რასაც გავიცანე ყოველ შემთხვევაში არ გამოირჩევიან ტუხელის დიდი ქებადიდებით და ამას აქვს კიდეც თავისი მიზეზები. პირველ რიგში გასაგებია, შეიძლება კოლ პალმერი არ წაიყვანა მუნდიალზე, კარგი რამენაირად ამას გადაიტანს ინგლისელი კომაგი. ასევე ფილ ფოდენი ჩემი აზრით არც იყო წასაყვანი, ობიექტურად არ იყო წასაყვანი და კვენსას წითელ ბარათს რომ დაუბრუნდეთ, აი აქ უკვე შემოდის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ტუხელმა დატოვა ამ შემთხვევაში არა ინგლისში, არამედ მადრიდში, შემოდის საუბარში ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, რომელიც კი ყველა იმას საუბრობს, რომ ტრენტი კარგია შეტევაში, თუმცა არ არის კარგი დაცვაში, მაგრამ კვენსამ რაც გააკეთა ამ მომენტში და როგორც აიკიდა წითელი ბარათი, ეს როგორ შეიძლება თქვა ცოტა კორექტულად არ აკეთებს ამას ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის დონის ფეხბურთელი და შეიძლება გაიკეთებინა კიდეც რა თქმა უნდა ამაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა კვენსაზე უფრო მაღალი დონის ფეხბურთელი რომ არის ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, მაგაზე მე მგონი თანხმდებით. და ისე შეტევის ხაზზე რო გადავიდეთ, მე ვფიქრობ, რომ ამ ინგლისს ჯერჯერობით არა მწვრთნელის ხელი ეტყობა, არამედ ეტყობა ორი უდიდესი ფეხბურთელის, ორი ძალიან დიდი ინდივიდუალური ოსტატობის მქონე ფეხბურთელის, ჯუდ ბელინგემისა და ჰარი კეინის ხელი. ჯუდ ბელინგემმა რაც დღეს დილით თქვა ჩვენა, ეს არის ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანებს შეუძლიათ ფეხბურთის ყურება დიდი სიამოვნების მიღებით. ჯუდ ბელინგემი გახდა ისიც თქვათ, რომ ჯუდ ბელინგემი გახდა დიეგო მარადონას შემდეგ პირველი ფეხბურთელი, ვინც მექსიკაში აცტეკა სტადიონზე დუბლი შეასრულა, ესეც ერთგვარი მიღწევათან, აქაც არის ორწუთიანი ინტერვალი 36 და 38 წუთებზე გაიტანა ჯუდმა თავისი გოლები, ორივე გავდა სხვათა შორის ერთმანეთს მინდა ვთქვა და ჰარი კეინის ჩართულობაც სამ გოლებში ეგეც უნდა მოარჩიოთ და წითელი ბარათის შემდეგ შენ თქვი, რომ მექსიკამ ეს ვერ გამოიყენა, თუმცა ამაშიც ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ თავისი ერთი გოლი მექსიკამ კი გაიტანა, უბრალოდ მიიღო კიდეც ეს ერთი გოლი, კარგი. ხო, წითელი ბარათი და 15 წუთში რო გოლს იგებს, ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე დარტყმა არის. ფსიქოლოგიურად აცტეკაზე ვფიქრობ არაფერი არ არის რთული, იმიტომ რომ თუმცა მექსიკა ხარ. აცტეკაზე ყველაფრის გადატანა შეგიძლია და ბოლო წამსაც მიდიოდნენ შეტევაში, უბრალოდ აქ უკვე გამოჩნდა საუთგეიტური ფეხბურთის ელემენტები, ჩემი აზრით, სადაც ინგლისი მთელი დაცვითი ბლოკით იცავდა თავის კარს. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, თუ როდესაც მექსიკელები თავის ნახევარზე დაიჭერდნენ ბურთს, ტუხელის გუნდი ცდილობდა დაცვის ხაზის აწევას. პრესინგზე თამაშობდა აქტიურად, კი, რაც დასაფასებელია ინგლისშიც, დასაფასებელია ნამდვილად. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ამ გუნდს აკლია რაღაცა თავისი იერი, თავისი იგივე იდენტობა, როგორც ბრაზილიაზე ვსაუბრობთ, ინგლისს დაკარგულია 1966 წლის მერე თავისი იდენტობა და ერთ-ერთი კლასიკური ინგლისელი ფეხბურთელის დამსახურებაც არის, რომ ინგლისის ნაკრებმა დამატებით ინგლისის ნაკრებისა და მექსიკის თამაში დამატებით დროში არ გადავიდა. 딘 ბერნი არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, იმიტომ რომ არის კლასიკური ინგლისელი
ინგლისელი მცველი, რომელიც არ არის შეიძლება ტაქტიკურად ყველაზე მეტად განსწავლული და არც საუკეთესო არ არის ბურთთან, თუმცა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბურთი არ მივიდეს მეკარემდე. და ერთ-ერთი მომენტი სწორედ ეგეთი იყო, როდესაც მექსიკელმა ფეხბურთელმა დაარტყა და 딘 ბერნი 90 დამატებულ 11 წუთზე გადაეღობა ბურთს თავისი სხეულით. ეგ არის ის ერთ-ერთი მიზეზი, რითაც ინგლისის ნაკრებები იგებენ შეხვედრებს. მეკარეთა პერფორმანსი ახსენებოდი შინიკა და თამაში რომ დაიწყო, ჯონათან პიკფორდმა აიღო ხიმენესის მექსიკელთა 9 ნომრიანის დარტყმული საოცარი ბურთი. ეგეთი დარტყმა მე არ მინა. უბრალოდ მინახავს 2003 წლის მილანი იუვენტუსის ფინალში ფილიპო ინძაგიმ დაურთხა ჯანლუიჯი ბუფონს. აი, ნახეთ მაყურებლებო, ეგ მომენტი თუ არ გავდა ერთ-ერთში ამ მომენტს. ოღონდ აქ შეიძლება ვიღაცამ თქვას უფრო რთული რომელი იყო თუ რომელი არა, მაგრამ აქ ასხლეტილი ბურთი იყო, დაეცა მეკარის წინ ბურთი და ისე წავიდა შემდეგ პიკფორდისკენ, ხოლო ფილიპო ინძაგის დარტყმული ბურთი ჰაერში მოიგერია ჯანლუიჯი ბუფონმა. ამ ორ მეკარეს რა თქმა უნდა არ ვადარებ, ჯანლუიჯი ბუფონი ჩემთვის გაცილებით დიდი ფიგურა არის ფეხბურთისათვის, თუმცა მარტო ჩემთვის რომ იყოს. ხო, მარტო ჩემთვის რომ იყოს როგორც სუბიექტური იტალიელი გულშემატკივრისთვის კიდე მივიღებდი, მაგრამ პიკფორდმა მართლაც საოცარი პერფორმანსი გვაჩუქა გუშინ საწყის წუთებზე ყოველ შემთხვევაში. პიკფორდი ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მეკარე არის და ამას ისიც მეტყველებს თუ რომელ გუნდში თამაშობს ალბათ პირველ რიგში, მაგრამ არის საკმაოდ მაღალი კლასის მეკარე, ხაზზე არის მშვენიერი კიპერი, შეიძლება არ არის მორგებული 2026 წლის და 21 საუკუნის მეორე ნახევრის სამეკარეო სტანდარტებს. თუმცა არის ინგლისის ნაკრების ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეც არის, ეგეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯო ჰარტს ყოველ შემთხვევაში ჯობს. ამაზე მე მგონი ვთანხმდებით. ჯო ჰარტი მაშინ სიტისში თამაშობდა, როდესაც ინგლისის ნაკრებში იყო და ჯო ჰარტამდე მე არ მახსოვს ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა გრანდში. მე არ მახსოვს, ხო, მეკარე. დევიდ ჯეიმსი, პოლ რობინსონი, ინგლისელებს უკეთესად ახსოვთ ვიდრე ჩვენ. ხორვატიასთან გაშვებული. მაშინ მაკლარენი იყო, ასევე მიდლსბროდან მისული ინგლისში. რეალურად სიმენის შემდეგ ჯო ჰარტამდე იყო ძალიან დიდი ჩავარდნა ინგლისელი მეკარეების. ჯო ჰარტსაც საუკეთესო პერფორმანსი ინგლისში არ ქონია. საუკეთესო არ ქონია, თუმცა უკვე შედარებით უფრო სტაბილური მეკარე იყო 2012-დან 16 წლამდე, ძირითადი ნომერი იყო და 2016 წლიდან უფრო სწორედ 2018 წლის მუნდიალიდან უფრო სწორი იქნება ალბათ თქვა. ჯეკ პიკფორდი გახდა ინგლისის კარების პირველი ნომერი. ისიც ვთქვათ, რომ მაშინ მუნდიალზე არ წასულა როგორც პირველი ნომერი პიკფორდი, მაშინ ბატლენდი ითვლებოდა ინგლისელთა კარის ნომერ პირველ დარაჯად, თუმცა თვითონ მუნდიალის პირობებში მოიპოვა ძირითად შემადგენლობაში ადგილი და აი უკვე მესამე მსოფლიო ჩემპიონატსაც თამაშობს და ერთ-ერთი საუკეთესო არის თავის გუნდში. კი ბატონო, და არ შემიძლია არ შევახო წითელი ბარათების თემას. სამსოფლიოზე რატომღაც წითელი ბარათები არის გახდა განსაკუთრებული ჭობის საკითხი. დავიწყოთ იქიდან, რომ ეპიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული ალმირონის წინააღმდეგ, როდესაც მსაჯმა ძალიან თავდაჯერებულად და ომახიანად გაუშვა ალმირონი ხელის პირზე მიფარებისათვის. პრესტიანის წესი აღმოქმედა პირველად, ასევე ვახსენეთ კოენსას წითელი ბარათი და ამ თემას რო არ შევეხო, არ შემიძლია. ბალოგუნი, რომელმაც ბოსნიასთან, ბოსნიის 4 ნომრიანს დააბიჯა ფეხი და მიიღო წითელი ბარათი, ამერიკის პრეზიდენტმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს დაურეკა და თხოვა რომ ეს მომენტი გადაემოწმებინათ და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. FIFA-ს გადაწყვეტილებამაც არ დააყოვნა და ყოველ შემთხვევაში ამ დღევანდელი ინფორმაციით ბელგიასთან ბალოგუნი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ წითელი ბარათი მიიღო. ეს რა არის თუ არა პოლიტიკის ჩარევა ფეხბურთში? ან პოლიტიკის ჩარევა ცოტა უფრო ზედმეტი არის ალბათ, მაგრამ ეს არის საკუთარი გავლენების
მოხვეჭა და საკუთარი გავლენების გამოყენება სპორტული წარმატების მიღწევაში. რაც არ შეიძლება, არ შეიძლება თავისთავად გვაბრუნებს უფრო ადრეულ წლებში, 60-იან 50-იან წლებში 2002 წელს მაგალითად იგივე, სადაც მას პინძელი გარკვეულ უპირატესობას იღებს. ჩვენი სატესტო გადაცემებისას ამაზეც ვისაუბრეთ, რომ მას პინძლები უკვე აღარ არიან პრივილეგირებულები სხვა გუნდებთან შედარებით. თუმცა ფაქტია, დონალდ ტრამპი სხვა ფიქრობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ისიც საინტერესოა, რომ როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, FIFA-ს განცხადება იყო, რომ არა, ეს არის სისულელე, ეს არის ზეთმულების თეორია, არ დაუჯეროთ ამას, თუმცა დღეს დილით დონალდ ტრამპს ჰქონდა პრესკონფერენცია, სადაც დაადასტურა ეს ფაქტი. ხო, არ ყოფილა თქვა, რომ კი, მე დავრეკავ და მადლობა სამართლიანობის აღდგენის. აი ეს რა არის? ეს არის მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ასეთი რაღაცა პრეზიდენტს დაურეკა და სთხოვა გადაედა იმანაც კი ბატონო არ იყო ეს თან იქ არ არის ისეთი მომენტი რომ რაღაცა არ ვიცი რომ წითელი ბარათი ნამდვილად არ უნდა მიეცა და ეს მართლაც მეც სამართლიანობის პრინციპზე რო იყოს დაფუძნებული კიდე ხო გაიგებდა ადამიანი ამას თუმცა გვინახავს ჩვენ ასეთი წითელი ბარათები რა და ასეთ დროს როდესაც წითელ ბარათს აძლევ ფეხბურთელს აბსოლუტურად შეიძლება თქვა რომ ეს არის დამსახურებული გაზევება თუმცა ამერიკული ძალა ფაქტია FIFA-ზე მოქმედებს, კონკრეტულად დონალდ ტრამპის გავლენა FIFA-ზე მოქმედებს. FIFA არ არის საუკეთესო რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია და ალბათ ამ кейსის მერე კიდევ უფრო შეირყევა მათი სახელი, თუმცა არაფერი როგორც ჩანს ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიძლება. ნახავთ ბალოგუნს ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ. იცით ვთქვათ რომ ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ეს არ არის ცუდი. იმიტომ რომ ბალოგონი ძალიან მაღალი კლასის ფორვარდი არის, კარგი ფეხბურთელი არის და შეუძლია სხვაობის მოტანა ბელგიასთან მატჩში თავისი ნაკრებისთვის, თუმცა ძალიან ცუდი ამბავია ბელგიელებისთვის და არც მინდა წარმოვიდგინო თავი ბელგიელების ადგილას. ეს ტრამპი რა თქმა უნდა მოედანზე იქნება, მე დარწმუნებული ვარ. არ ვიცი, ტრამპიდან არ გვინახავს ჯერ მოედანზე და შეიძლება პირველი მატჩი იყოს ეს, როდესაც მას ასეა თუ ისე ბალოგუნი იქნება ბელგიასთან ჩვენ რა შეგვიძლია ერთადერთი ვთქვათ პოლიტიკური ბინძური ხელების სპორტიდან წაიღეთ საერთოდ არ მინდა პოლიტიკაზე ლაპარაკი მე მაინც ისე ვიმაზე პოლიტიკას უფრო ვერ უკავშირებ ეს არის უბრალოდ ის რაც ყოველთვის ხდებოდა ფეხბურთში ყოველთვის ხდებოდა FIFA-ში თუმცა ამ შემთხვევაში ყავს უბრალოდ ტრამპისნაირი ოდიოზური ფიგურა რომელიც ამ ყველაფერს ადასტურებს ხო არის გამოთქვა რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და გამიჯნეთ პოლიტიკოსებო სპორტი და პოლიტიკა მოდი ჩვენს დავანებოთ ამ საკითხს თავი და რამდენიმე წუთი ჩვენს გადაცემის დასრულებამდე პრევიუ გავაკეთოთ გამოთქვათ ჩვენი აზრები შემდეგი ტურის შემდეგი პლეი-ოფისათვის რომელიც გაიმართება ზუსტად ამ ორი მატჩის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ნორვეგია ინგლისი აფიშა ძალიან კარგია უკვე შევდივართ სოფლიო ჩემპიონატების იმ ეტაპზე სოფლიო ჩემპიონატის იმ ეტაპზე როდესაც ერთი შეცდომაც კი შეიძლება ფატალური იყოს და ნორვეგია ინგლისი ძალიან კარგად ჯერს ორი ევროპული გუნდის დაპირისპირება სამხრეთ ამერიკული გუნდის სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის კომაგებს ბოდიში ბრაზილია ვერ გავიდა თუმცა ნორვეგია ინგლისის კარგად ჟღერს მე ინგლისის ნაკრები მე სიმპათიურება ამ სოფლიოზე. თუმცა ნორვეგიელი გულშემატკივრებისა და ერლინგ ჰოლანდის ბრწყინვალე პერფორმანსის შემდეგ ნორვეგიელებმა ასე ვთქვათ ჩემი გული მოიგეს და მე ნორვეგიისკენ ვიქნები ამ მატჩში სხვათა შორის ვარსკვლავური მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს ასეთი დონის ვარსკვლავები როდის იყვნენ ტრიოში სათავეში საფეხბურთო მეგოლეების სათავეში მე არ ვიცი 7 გოლი აქვს ვერ გაიხსენებ ვერ გაიხსენებ აბსოლუტურად იმიტომ რომ ჰოლანდი მესი მბაპე ეს როგორც მეკარეების მუნდიალია იგივენაირად არის ვარსკვლავების მუნდიალი ერლინგ ჰალანდი რომელიც არის 7 გოლიანი მაჩვენებლით პირველ ადგილს იყოფს კილიან მბაპესთან და ლიონელ მესისთან ლიონელ მესის სათამაშო აქვს ოღონდ თავისი მატჩი ესეც ვთქვათ მე მას მოყვება ჰარი კეინი 6 გოლით რომელიც ჩემი აზრით სოფლიოზე ნაჩვენებს შედეგს პლუს საკლუბო სეზონის მიხედვით ჩემი აზრით ახლა არის ფავორიტი ოქროს ბურთის მოგების თვითონ ისეთ მატჩებს და ისეთ პერფორმანსებს აჩვენებს, სადაც
ჩანს კონკრეტული ფეხბურთელის გავლენა ერთი გუნდის თამაშზე, შეიძლება ეს მექსიკასთან ნაკლებად იყო, თუმცა იგივე კონგოს ნაკრებს შეიძლება ვერ გასცნო და ინგლისი კეინის პერფორმანსი რომ არა. ყავს უსმან დემბელე, ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული, რომელსაც 4 გოლი და პლუს 1 ასისტი აქვს გაკეთებული. და შემდეგ უკვე მოდიან სხვა ფეხბურთელები, მოდის იგივე კინიონესი, რომელიც უკვე უფრო სამუნდიალო ფეხბურთელის ეპითეტებს უფრო ერგება. 4 წელიწადში ერთხელ რომ შეგვიძლია ვნახოთ, იმედია ევროპული გუნდები წაიყვანენ, ეგეც მინდა ვთქვა, ჩვენ მექსიკის თამაში, როდესაც ვიყავით კინიონესზე, ბევრი ვერ ვილაპარაკეთ, არა და მექსიკელებს ყავს ასეთი ფიგურები 4 წელიწადში ერთხელ რომ გამოცოცხლებიან ხოლმე კინიონესი და იგივე ოჩუა რო გავიხსენოთ, 4 წელიწადში ერთხელ აღდგებოდა ეს კაცი და მსოფლიო ჩემპიონატს საოცარ პერფორმანსებს გავასწორდა. ოჩუამ კარიერა ოფიციალურად უკვე დაასრულა, ეგრე გამოვიდა. და კინიონესი თავისთავად ევროპული გუნდები უკვე დიდი ხანია კინიონესთან დაინტერესებულები, მას თვითონ არ უნდა და ევროპაში გადმოსვლა, იმიტომ რომ საუდი პროლიგაში საკმაოდ ტალაინში თამაშობს. საკმაოდ შვენიერ პირობებს თავაზობენ მას, მაგრამ შეიძლება იქნება მოუნდეს ევროპაშიც თავისი სიტყვის თქმა. და კინიონეს ლაპარაკობდით და ისევ დაუბრუნდეთ მუნდიალის ვარსკვლავებს. კინიონესი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ის ფიგურა, რომელიც მუნდიალზე აღმოვაჩინეთ და მუნდიალზე გამოვიდა მისი ვარსკვლავური დრო. ასევე ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველ ადგილზე არის კილიან მბაპე, მხოლოდ იმიტომ, რომ 7 გოლი და 2 ასისტი აქვს. და ასისტები უფრო წინახი ყავს, მგონი ასისტები. რა მოხდება თუ 7 გოლით დაასრულებენ, მაგალითად გონი 3-ს გადაეცა. მაგალითად ევროპის ჩემპიონატზე ეგრე იყო. ევროპის ჩემპიონატზე გიორგი მიქაუტაძეს ყოველ შემთხვევაში ასეთი წესით მისცეს, ვნახოთ რომელი ვარსკვლავი გახდება მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი, შემდეგი ტური, შემდეგი პლეი-ოფი, უფრო სწორად იქნება ნორვეგია, ინგლისი, ძალიან კარგი აფიშა. დიდი მადლობა პატივცემულო ტელემაყურებლებო, რომ ეს ნახევარი საათი გაატარეთ ჩვენთან ერთად. ეს იყო ჩვენი პირდაპირი ეთერის პირველი გადაცემა. ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისათვის. ჩვენ ვაპირებთ ჩვენს კოლეგა სპორტულ ჟურნალისტებთან მეგობრობას და იმედია საინტერესო კონტენტს შემოგთავაზებთ. ყოველ შემთხვევაში მე სანდრო თორდია და ნიკა შოშიტაშვილი ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ და რა თქმა უნდა мотивация ძალიან დიდი გვაქვს. იმედია მოგეწონათ, მსოფლიო ჩემპიონატი გახურდა და ველოდებით უფრო და უფრო საინტერესო მატჩებს მუნდიალ მშვიდობისა მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.